მოგესალმებით. ხო, ისეთი ტექსტი დაწერა ვიღაცამ, მე შემეშინდა იმ ტექსტის რა. იუმორით კითხულობდი. გინდა წაგიკითხოთ ის ტექსტი? აი კიდე გადავალ ხო და წაგიკითხოთ იმ ტექსტს გაგართოთ. ცოტა გამხიაროთ, კარგი? 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე ახალი წამდგარი იყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ლექციებს კითხულობდა რელიგიის თემაზე. ცნობილი ლექტორი რეზო ვაქრაძე ის არ იყო ჩვეულებრივი ლექტორი. სტუდენტების თქმით, მას განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა სიტყვას ძალა, წმენა სიღრმე და აუდიტორიასთან ისეთი კავშირი, როგორიც იშვიათად გვხვდება. თუმცა 1994 წელს მოხდა ის, რაც დღემდე ბევრისთვის ბორუსითაა მოცული. რეზო ვაქრაძე 33 სტუდენტი წაიყვანა. საქართველოდან თავიდან ისინი თურქეთში გადავიდნენ, შემდეგ კი კანადაში. სწორედ აქ იწყება ისტორიის ყველაზე იდუმალი ნაწილი. 33 სტუდენტის ოჯახის წევრებმა მალევე დაიწყეს შიშითა და ტკივილით საუბარი იმაზე, რომ შვილებთან კავშირი სრულიად გაწყდა. არ იცოდნენ, სად იმყოფებოდნენ, რას ეკეთებდნენ, ან როგორი იყო მათი მდგომარეობა. ოჯახები ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას, მაგრამ უშედეგოდ. მათთვის ეს ნიშნავდა არა უბრალოდ შვილის დაკარგვას, არამედ მათ შვილის წართმევას. კანადაში ჩასვლის შემდეგ რეზო ვაქრაძემ შეიცვალა სახელი და ცნობილი გახდა როგორც თეოფილე მალაქია. მან დააფუძნა საკუთარი რელიგიური ჯგუფი, რომელიც ფორმალურად ევანგელისტური ეკლესიით ფუნქციონირებდა, მაგრამ ევრისთვის იგი გახურლისებრ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი ქადაგებები ფოკუსირებული იყო ღმერთთან უშუალო ურთიერთობაზე, სინანულზე, სულიერ ცხოვრებაზე და მორჩილებაზე. ამ ჯგუფის წევრებმა კანადაში იცვალეს სახელები, დოკუმენტები და მოწყვიტეს კავშირი წარსულ ცხოვრებას. მათ არ ჰქონდათ კონტაქტი მშობლებთან, ათესებთან, ან მეგობრებთან, საქართველოდან ქართული მედია წლების განმავლობაში ცდილობდა ამ ამბის გაშუქებას, მაგრამ საქმე ჩახლართული და დელიკატური იყო სამართლებრივი დევნა ვაქრაძის მიმართ. არ დაწყებულა, რადგან ოფიციალურად არ არსებობდა ამტკიცებულება, რომ სტუდენტები ძულებით წაიყვანა. ისინი მას გაყოფილებით გაჰყვნენ, თუმცა ოჯახის წევრები და საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ ეს ფსიქოლოგიური მანიპულაციის შედეგი იყო. დღემდე ვაქრაძე იგივე თეოფილე მალაქია აგრძელებს გადაგებებს კანადაში და ინტერნეტითაც ავრცელებს მასალებს. მისი მიმდევრები მას განსაკუთრებული მგლად და ღვთისმსახურად თვლიან. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი კლასიკური დახურისებრიის ნიშნებს ატარებს. ზოგისთვის ის ენის გადაგებელია, სხვებისთვის ახალგაზრდების მომავლის და უფელი ხალხის ყველაფერა და ვიხსენით რეზო ვაქრაძესანა. აჰა, წაგიკითხეთ. ავტორი უცნობია, ვიღაცა კომბლე ლიმაში არის TikTok-ში.